გამარჯობა 22 საათზე ეთერშია ტელეკომპანია გურჯანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ახალ ამბებს ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. ბიუჯეტიდან ნაყიდმა ავტომობილმა ბევრი იარა და საბოლოოდ დეპუტატის საკუთრება გახდა. როგორ აღმოჩნდა ლაგოდეხის გამგეობის მიერ 19800 ლარად ნაყიდი მერსედესის მფლობელი მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი გოზალიშვილი. ბატონ გიორგი გოზალიშვილის ამოიღია მონაწილეობა აუქციონში მიიღო აღნიშნულ პიროვნებამ. აუდიტის სამსახურის კიდევ ერთი დასკვნა, რატომ დაუთმო გურჯაანის გამგეობამ 35 ობიექტს, მათ შორის ლიბერთი ბანკს, კომერციული ფართი, ისე რომ ქირა არ გადაახტევინა. სოფელ ჩუმლახში სახლი დღისით გაქურდეს. გადიოდა პატრული და ეგ გავიგეთ რომ ბინა გატყდა. დანაშაული ყოფილა გაათბობა ავადმყოფი ადამიანის. საჭმელად ამ მეზობლების გახმარებიან. სოციალური შემწეობების გარეშე დარჩენილი ოჯახების რიცხვი იზრდება, რა მიზეზით უხსნიან მათ შემწეობებს და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, ჩართვა თბილისის სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან. ბარბარობის დღესასწაული და ლობიანის გამოცხობის ტრადიცია. მინდა ბარბარი არის ავადმყოფების და ბავშვების მფარველი. საღამო მშვიდობისა. ბარბარობის დღესასწაული და ლობიანის გამოცხობის ტრადიცია საქართველოში. დღეს 17 დეკემბერს მართლმადიდებელი სამყარო წმინდა დიდმოწამე ქალწულეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში წირვა ლოცვა აღევლინა. ოჯახებში გამოცხვა ლობიანიც. როგორ აღნიშნეს ბარბარობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ეთერ თეთრაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ. გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში მრევლმა მისვლა დილიდან დაიწყო. დღეს მართლმადიდებელი სამყარო წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სამების ტაძარში წირვალოცვა მამა ვაჟა მაღავლინა და მრევლი დალოცა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ბარბარეს, ხალწულმოწამე ბარბარეს უდიდესი მაგალითი ქრისტიანობისა, უდიდესი სიყვარული, რომ იმას სიყვარულმა, ქრისტეს სიყვარულმა, ესე ვთქვათ, ახალშეცნობილი ღმერთის სიყვარულმა, ჭეშმარიტი ღმერთის სიყვარულმა თავი გააწირინა ჩემოკეთილებ. ქალწულმოწამე ბავშვი იყო და თავი გააწირა ქრისტეს გამო. და ჩვენ ამხელები ვართ და ქრისტეს გამო თავის გაწირვა კი არა, სიამტკბილობებზე უარის თქმა არ შეგვიძლია. სრულიად საქართველოს ლოცავ ბარბარობას. პირველ რიგში ბავშვების მფარველი იყო და ღმერთს თხოვ ყველა ჯანმრთელი იყოს პატარა და რა ვიცი, ყველას ვლოცავ დღევანდელ დღეს შეეწიოთ მის წმინდა ბარბარის მადლი. უდიდესი დღე არის წმინდა ბარბარე, ქალწულთ მფარველი, ბავშვების მფარველი, ყველა მთელი საქრისტიანოს მფარველი წმინდანია. ძალიან კარგად ეკლესიის შემდეგ რა თქმა უნდა მივდივარ და მინდა რომ რამე კეთილი საქმე გავაკეთო. ამ დღეს განსაკუთრებით ბაკურციხელები აღნიშნავენ, რადგან აქ მდებარეობს მე-11 საუკუნეების წმინდა ბარბარეს ეკლესია, რომელიც ნანგრევების სახით არის შემორჩენილი. მის გვერდით გუმსიაშვილების საგვარეულო მიწაზე 2005 წელს ააშენეს ეს ეკლესია. მანამდე კი სანთლებს ძველ ნანგრევებზე ანთებდნენ. ამ ეკლესიაში იყო ნანგრევები, ეკლესია მთლიანად იყო დანგრეული, მხოლოდ ერთი კუთხე იყო დარჩენილი და იქ მივდიოდნენ ჩვენ მეზობლებით, სოფლის ხალხიც და მოდიოდნენ და იმ ნანგრევებზე ვანთებდით სანთელს. ბარბარობას აღნიშნავდით ხოლმე, რა ვიცი, ყველა ვისაც კი ფეტისოდენ რაღაცა იმ წამსი გაგვაჩნდა რა, ყოველთვის მოვდიოდით აქ. ჯერ ჩვენი წინაპრებიდან, რა თქმა უნდა, ჩვენი ბებიები მოდიოდნენ აქ, ჩემი დედამთილი. რა ვიცი, მოდიოდნენ ყველა და მე აი ამ ნანგრევები რო აი აქ ვანთებდით ხოლმე სანთლებს. ხო და ეხლა მადლობა უფალს რომ ეს ტაძარი გვაქვს და აქ მოვდივართ ეხლა. ბარბარეს ეკლესია შუა საუკუნეებში იყო აშენებული. ძალიან დიდ დროს მოიცავს, მაგრამ აქ არ ტარდებოდა წირვალოცვა არასოდეს. და ეს ნანგრევები იყო დაფარული სულეკალბარდებით. ბიძაჩემი, რომელიც იმყოფებოდა რუსეთში, დაიღუპა. მას ჰქონდა ინტერესი, რომ აშენებულიყო ახალი ეკლესია. მაგრამ გაკეთებულიყო რესტავრაცია, მაგრამ ვიყავენ ძეგლთა დაცვის დეპარტამენტში, ადრე და უფლება არ მომწეს ზედაშენების, იმის რომ ეს არის ისტორიული ძეგლი და ამას თუ ისტორიული გათხრები არ მოახდინთ, აშენება არ შეიძლება. წმინდა მეუფე ექვთიმეს ლოცვა კურთხევით გვერდით აშენდა, ავაშენეთ სხვა ეკლესია. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია.
ბარბარობის დღესასწაულს თან ახლავს ლობიანების გამოცხობაც. თამარ ქურთიაშვილი ამ დღეს დილით ჯერ ტაძარში მიდის, შემდეგ კი ლობიანებს აცხობს. ამბობს, რომ ეს მათი ოჯახის ტრადიციაა და ყოველწლიურად ბარბარობას ასე აღნიშნავენ. როგორც ქრისტიანი, მე ბარბარობას ყოველწლიურად ვხდები საკუთარ ოჯახში, დილის გათენებისთანავე ტაძარში ვანთებ სანთელს, შემდეგ ბრუნდები ოჯახში, ვაცხობ ლობიანს და როგორც ვიცით, წმინდა ბარბარე არის ავადმყოფების და ბავშვების მფარველი. მყავს 2 შვილი, შვილებთან ერთად ვხდები ბარბარობას, ვაცხობ ლობიანს და ჩემს საყვარელ მეგობრებთან ერთად. სრულიად საქართველოს ულოცავ ბარბარობის დღესასწაულს. ჯანმრთელობას უსურვებ და უფლისწყალობას. მართლმადიდებელი სამყარო ხვალსაბაობას 19 დეკემბერს კი ნიკოლოზობას აღნიშნავს. ბიუჯეტიდან ნაყიდმა ავტომობილმა ბევრი იარა და საბოლოოდ დეპუტატის საკუთრება გახდა. როგორ აღმოჩნდა 19800 ლარად ლაგოდეხის გამგეობის მიერ ნაყიდი მერსედესის მფლობელი მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი გოზალეშვილი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2011 წელს ავტომობილი მერსედეს-ბენცი E500 იყიდა, რომელშიც თითქმის 20000 ლარი გადაიხადა. 3 წელში 2014 წელს კი იგი 3ჯერ იაფად სულ რაღაც 5880 ლარად გაყიდა. ავტომობილს თავდაპირველად სხვა მფლობელი ყავდა, თუმცა გაირკვა, რომ დღეს ეს მანქანა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი გოზალეშვილზეა გაფორმებული. დეპუტატის განმარტებით ეს ავტომობილი მას შვილის მეგობარმა მიყიდა. ეს ავტომობილი შეძენილი იქნა 2011 წელში, დაახლოებით 20000 ლარად და შემდგომ უკვე 3 წელიწადში გაიყიდა დაახლოებით 5500 ლარად. იყო ძალიან ძვირად შესანახი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ძალიან ძვირი უჯდებოდა გამგეობას. ჩატარდა აუქციონი და აუქციონში მიიღო მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პიროვნებამ, ბესიკ ბახტაძე. მაჟორიტარ დეპუტატს არ მიუღია. ბატონ გიორგი გოზალეშვილს ამოიღია მონაწილეობა აუქციონში მიიღო აღნიშნული პიროვნებამ. და აი შემდგომში რა მოხდა, მაგას მე ვერ მოახსენებთ. აუქციონის კაპიტალ ხელისუფლება ადგილობრივმა აი ერთობირის იყიდა იმ შემდგომში ვიდები ექსპრეს ჩემი შვილის მეგობარია და როცა ნახა რომ აი მერე ახლა ეგ მანქანა იყო ძალიან ძვირად შესანახი. რაც აზერბაიჯანმა შემოიღო ეს ევრო 4 მაგ მანქანა 2003 წლის მანქანების ასეთი ძალიან დავარდა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიში მოხდა კიდევ ერთი დარღვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში განთავსებულია სხვადასხვა ორგანიზაციები, როგორიცაა ლიბერტი ბანკის წარმომადგენლობა, საპარიკმახელო, სასურსათო მაღაზია და სხვა. სულ 35 ობიექტი. აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პირები ობიექტებს კომერციული საქმიანობისთვის იყენებენ, თუმცა ამაში ქირას არ იხდიან. დასკვნას ნაწილობრივ არ ეთანხმება გურჯაანის გამგეობის პრესამსახურის ხელმძღვანელი ზვიად ბიაშვილი. მისი ინფორმაციით პურის საცხობსა და სასურსათო მაღაზიას ხელშეკრულება გაფორმებული აქვს. რაც შეეხება ლიბერტი ბანკს, ამ შეცდომის გამოსწორებას და მათთვის ხელშეკრულების დადებას იანვრიდან გეგმავენ. მაღალი სოციალური ინტერესიდან გამომდინარე, ლიბერტი ბანკს მივეცით ჩვენ საშუალება, რომ თვეში ერთხელ მათი თანამშრომლები შესულიყვნენ და პენსიების დარიგება ესე უზრუნველყოთ ადგილებში, სოფლებში. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეს ჩვენ ამის გამო შენიშვნა მოგცა, იანვრიდან ვაფორმებთ ხელშეკრულებებს ლიბერტი ბანკთანაც, წყლის ამკრებ ინკასატორებთანაც და იანვრიდან ყველა ხელშეკრულება დადებული იქნება. ქურდობის მორიგი ფაქტი გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. შემთხვევა დღისით მოხდა, როდესაც პატრონი სახლში არ იყო. დაზარალებულის მეზობლების განცხადებით მოპარულია ძვირფასეულობა, სანადირო თოფი და ფული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით ქურდობის ფაქტზე დაიწყო. დადიოდა პატრული და ეგ გავიგეთ, რომ ბინა გატყდა. სოციალური შემწეობის გარეშე დარჩენილი ოჯახების რიცხვი იზრდება. ამჯერად დახმარება ვაზისუბნელ ჯავახიშვილებსა და მარტოხელა მოხუც გერონტი ჩეხოშვილს მოუხსნეს. ისინი ავადმყოფობასა და უკიდურეს გაჭირვებაზე ჩივიან და უსამართლოდ შეჩერებული დახმარების აღდგენას ითხოვენ. სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემით დღეს ვერაიაშვილი დაინტერესდა. დანაშაული ყოფილა გაათბობა ავადმყოფი ადამიანისა და გვტოვებენ 160 ლარი პენსიის ანაბარა.
ეს ნატო ჯავახიშვილის ოჯახია, რომელიც ამბობს, რომ საცხოვრებელი ფართის, ფიცრის იატაკის და გათბობის გამო მოუხსნეს სოციალური დახმარება. ის უმუშევარია და უკვე მეათე წელია სიმსივნით დაავადებულ მეუღლეს სულის. ოჯახის ამჟამინდელი ყოველთვიური შემოსავალი კი მხოლოდ ავადმყოფობის 160 ლარიანი პენსია. ჯავახიშვილები უსამართლოდ მოხსნილი შემწეობის აღდგენას ითხოვენ. სახლის ფართობი ჩაგვიწერეს 240 კვადრატული მეტრი, ფიცარი გიგიათო, ფიცარი დანაშაული ყოფილა, რომ ფიცარზე ვცხოვრობთ და დანაშაულია, რომ თბებით და სინათლის ფულს 10 ლარს ვიხდით თვეში. აი მოვიდნენ და ნახონ 10 წლის განმავლობაში და ჩემმა მეუღლემ რა შევიძინეთ ამ ადამიანმა თავისი პენსიით რა შეიძინა და იმის მიხედვით იმსჯელონ. ეს კი 86 წლის მარტოხელა მოხუცი გერონტი ხეჩოშვილია. მას მხედველობის პრობლემა აქვს და ხშირად ავადმყოფობს. ამას ის პრობლემას დაემატა, რომ სოციალური დახმარება მოუხსნეს და უკვე მეექვსე თვეა საკვებით მეზობლები ეხმარებიან. მისი ერთადერთი ქონება მხოლოდ ეს ოროთახიანი სახლია, რომელიც სოციალურმა სამსახურმა რატომღაც მაღალი სარეიტინგო ქულით შეუფასა. დახმარების შეწყვეტის მიზეზის გასარკვევად მეზობელმა გურჯაანის სოციალურ სამსახურშიც წაიყვანა, თუმცა კონკრეტული მიზეზი იქ ვერ უთხრეს. თავარ წნევა და არტყმული ვარ, თვალებში ვერ ავხედავ მაღა. აი ესე ჩემთვინება ვერსად ვერ მივდივარ და ეგრე დავდივარ აი ეგ ეზოში. საჭმელად აი მეზობლები მეხმარებიან. სუდღე და მე მუშაობდი კოლმეურობაში და აქ დაირევა. პენსია აქვს თავისაც შედავათ უბედურად არის და ეგრე არის. არაფერი შემოსავალი გამორაც რაც ხდება აგეიგ დაждდება. ხოხი უფრო კარგია ვიდრე ამის სახლი და ეგრე უბედურად არის ეს კაცი. ამისთანა გაჭებულ სოფელში არ ამგონია ვინმე იყოს φίλო. აი პურის ფულიც რო არა აქვს. გაზის ფულს გადაიხდის პურის ფული და წამლის ფული აღარ აქვს. წამლის ფულს წამას გამაიტანს პურის ფული აქვს. აი მეზობლები ხანის ატატვის პურს, ხან საჭმეს მევატვი, ხანის და ეგრე ძირთკადი სიოლე. სოციალური დახმარების მიღმა დარჩენილი ორივე ოჯახი ამბობს, რომ ზამთარს ვერ გადაიტანს თუ შემწეობას არ აღუდგენენ. რა ხდება სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი? ამაზე სოციალური მომსახურების სააგენტოდან ტელეფონით გვართობა პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსი თია გვარამაძე. ქალბატონ თია, დიდი მადლობა, რომ ჩვენს გადაცემაში იღებთ მონაწილეობას. ბოლო თვეებში მასიურად გვაკითხავენ გაჭირვებული ოჯახები, რომლებიც ჩივიან, რომ სოციალური დახმარებები მოუხსნეს. უმეტეს მიზეზს არ ეუბნებიან, ზოგი კი ამბობს, რომ შემწეობა საცხოვრებელი სახლის ფართის გამო შეუწყვეტეს. რატომ ვეღარ იღებენ ოჯახები დახმარებას და მართლაც შესაძლებელი არის თუ არა რომ დახმარების მოხსნის მიზეზი სახლის ფართი გახდეს. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია, რაც ახლა გვაქვს, ეს არის სტატისტიკური მეთოდი, როდესაც სხვადასხვა ცვლადების ერთობლიობით ხდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შეფასება, ეგრეთ წოდებული სარეიტინგო ქულის გამოცვლა. ანუ აქ ხალხად ვერ იტყვირონ რომელიმე ერთი ცვლადი მოქმედებს და ერთი ცვლადი იწევს საარსებო შემწეობის შეწყვეტას ამა თუ იმ ოჯახისთვის, იმიტომ რომ გაითვალისწინება ფორმულაში, როგორც ოჯახის წევრთა შემადგენლობა, მათი ფიზიკური მდგომარეობა, მათი სპეციალური სტატუსი, ასევე ოჯახის შემოსავლები. ახალი მეთოდოლოგიის თანახმად შემწეობის მისაღებად ხელშემშლელი ფაქტორი აღარ უნდა გამხდარიყო პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და ასე შემდეგ. თუმცა ოჯახებს არც ტექნიკა აქვთ და არც რაიმე ქონება და მათ სოციალურ დახმარებას უხსნიან. თქვენი შეფასებით გაამართლა სარეიტინგო ქულების მინიჭების ამ ახალმა სისტემამ? ჩვენ გეგმავთ და უკვე შემუშავებულია სპეციალური გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ხდება მთელი ბაზის, სოციალურად დაუცველი ოჯახებთა ბაზის გადამოწმება ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით და შეფასებითი ნაწილი სწორედ ამ სრულად ბაზის შეფასების შემდეგ გახდება შესაძლებელი რომ გავაკეთოთ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, იმიტომ რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც არსებული მეთოდოლოგია, ფორმულა ან ასე შემდეგ ვერ მოქმედებს, ვერ იღებს ქულას ისეთ, რომ მიიღოს საარსებო შემწეობა, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რომ მათ აღმოუჩინონ ესეთ ოჯახებს დახმარება თავიანთი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თავიანთი პროგრამების ფარგლებით. ადგილობრივი ხელისუფლება ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას იხსნის და ისინი ამბობენ, რომ ამ ადამიანების დახმარება მათ მოვალეობაში არ შედის. როგორც ვიცი, კახეთში კომუნალურ მომსახურებებზე რაღაც ტიპის შეღავათები ხორციელდება და კომუნალურ გადასახადებს, რომელსაც ყურადღება ექცევა და ესეთი ცვლადია მთლიან აი ამ შეფასების სისტემაში, მაგალითად შეუძლია მიმართოს ადგილობრივი
მმართველობის ორგანოს, ანუ კერძოდ თვითონ იმ კომპანიას, რომელიც უხდის სუბსიდირებას აკეთებს ელექტროენერგიის და ამის საფუძველზე შესაძლებელია მოხდეს უკვე მინიჭებული სარეიტინგო ქულის კორექტირება, ან ოჯახის ხელახლა გადამოწმდეს, იმიტომ რომ იქ ვიცი რომ არსებობს შეღავათი კახეთის ენერგოდისტრიბუცია ქვია თუ არ ვწდები. ამ ოჯახებს აქვთ კონკრეტული კითხვა, რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში, რის გამოც დახმარებები მოუხსნეს. ისინი წლების განმავლობაში შემწეობას იღებდნენ პრობლემების გარეშე. ახლა კი ამბობენ, რომ მათი სოციალური მდგომარეობა არათუ გაუმჯობეს და გაუარესდა კიდევაც. არა, მათთვის რა შეიცვალა ხანმოკლე, უბრალოდ ეხლა ეს არის პროგრამა, რომელიც განასხვავებს ერთმანეთისგან ღარიბებს, ანუ სოციალურად დაუცველებს და უფრო მეტ თანხას აძლევს იმ ოჯახს, რომელიც უფრო ღარიბია. მე მგონი სწორი მიდგომაა, რომ სახელმწიფო უფრო მეტად დაეხმაროს იმ ოჯახს, რომელსაც უფრო მეტად უჭერს. და თქვენ ძალიან ზოგადად საუბრობთ და აქ არის თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად შესასწავლი. მინდა გითხრათ, რომ თუ კი ოჯახში არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხამდაზმული, არის არასრულწლოვანი ბავშვი, მათი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, სხვადასხვა სერვისები არსებობს გარდა ამ ფულადი ბენეფიტებისა. ამისთვის აუცილებელი არის უბრალოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართოს და პროცესში ჩაერთება სოციალური მუშაკი, რომელიც შეაფასებს მდგომარეობას და შესთავაზებს სხვადასხვა ტიპის სერვისებს. იგივე მაგალითად კრიზისული მდგომარეობაში ყოფ ბავშვიანი ოჯახების დახმარება იქნება მარტოხელა მოხუცი, რომელსაც ჭირდება მეთვალყურეობა და ამისთვის მაგალითად სახელმწიფო ზრუნვა შეიძლება განთავსდეს. ანუ შესაძლებელი არის სხვადასხვა ტიპის სერვისები, სხვადასხვა პროგრამებში ჩართვა. უბრალოდ უნდა მეტი აქტიურობა, რომ სოციმშაკი ჩაერთოს, სოციალურ-მომსახურების სააგენტო ჩაერთოს, აგრობულეთის მმართველობა ჩაერთოს. დიდი მადლობა, ჩვენი სტუმარი იყო პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსი თია გვარამაძე. იგი იმ ოჯახებს, რომლებსაც შეუწყდათ დახმარება, ურჩევს, რომ იაქტიურონ და სხვადასხვა ტიპის სერვისებით ისარგებლონ, ასევე მისი აზრით, შესაძლებელია ასეთ ოჯახებს ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმაროს. საპროტესტო აქცია თელავში დროებით სამუშაოზე დასაქმებული მოქალაქეები 2 თვის წინ ასაღებ კუთვნილ ხელფას ითხოვენ. საქმე ეხება თელავის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ რეაბილიტაციას. სარემონტო სამუშაოზე დასაქმებულები აცხადებენ, რომ რეაბილიტაცია ოქტომბრის თვეში დასრულდა, თუმცა მათ ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ. მოსახლეობის ბრალდებებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ბელა და განათლების სამინისტრო გამოეხმაურა. ვერ გავარკვიეთ, ვინ არის, ვის ევალება, უფროსი ვინ არის, ვინ პრარაბი მაპატიეთ ამ ცოტა ჟარგონულ გამოთქმაზე, მაგრამ ვერ გავარკვიეთ. იძახიან, რომ არ არის ჩარიცხული თანხები, ხან გვატყუებენ, რეკავენ, ტელეფონებს გვითიშავენ და არ ვიცი, ვართ ამ მდგომარეობა. გვეტყვიან სიტყვაზე 20 სიცხში მოდიო, 10 დღის მერე სიტყვაზე, არა? 10 დღის მერე მივართ, მეუბნებიან 1 კვირის მერე მოდით, 1 კვირის მერე მივართ, გვეტყვიან 3 კვირის მერე მოდითო. ახლა ბოლო დღე იყო მიცემული 15 გუშინდელი დღე, 15 დეკემბერი. 15 დეკემბერი კი წავიდა, მაგრამ ჩვენ ახლა ვართ კაპიკი არ აქვს სულები რაფერი. თანხა რომელიც უნდა ჩაირიცხოს, უნდა ჩამოვიდეს კომისია და ეს კომისია იტვიანებს. აქვთ მათ 29 რიცხვამდე ვადა კომისიას ამხარავულისას. თუ კომისია იქნებოდა 15 რიცხვამდე უნდა ჩარიცხულიყო თანხა. სამუშაოები შეფასებამ შეასრულა არაჯეროვნად, კომპანიამ ვერ გაართვა თავი დაწესებულ ვალდებულებებს. შესაბამისად, ჩვენ ვერუნდებით სამხარაულის დაარსკვნას, თუ რა სამუშაოებს ჩაუთვლის სამხარაულის ეროვნული ბიურო კომპანიას შესრულებულად. რა სამუშაოებსაც ჩაუთვლის შესრულებულად ექსპერტიზა, იმ სამუშაოებს ანაზღაურება მოხდება. თელავში აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეთა ალიანსის ახალგაზრდებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამართეს. მოსწავლეებმა საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოადგინეს და მოსახლეობას ქველმოქმედებისკენ მოუწოდეს. ორგანიზატორთა თქმით, მათ სურთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ახალი წელი გაულამაზონ. გადავწყვეტეთ, რომ გავკეთებდნენ საქველმოქმედო აქცია და რა ვიცი, ყოველს რაც შეგვიძლია, ზოგი უკრავს, ზოგი უკრავს. რითიც შეგვიძლია სურვილი გვაქვს რომ დავახაროთ ახალ წელს, როგორც იცით სრულები სრულდება და გვინდა ამ ბავშვების გული გავახაროთ. მე მაგალითად მომწონს, ძალიან კარგია და ტირილი მემჭირდება. ესე იგი დასახმარებლად ბავშვების ძალიან კარგია, მომწონს ნამდვილად. საქველმოქმედო აქცია გურჯაანის კულტურის ცენტრში. ფონდმა დიდხარ შენუფალო გურჯაანელი აკო ელიკაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გამართა. აკო ელიკაშვილი ავტოშემთხვევის დროს დაშავდა და მას ფინანსური დახმარება სჭირდება. ღონისძიებაში ადგილობრივი შემსრულებლები მონაწილეობდნენ. მათ სიმღერები და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულიად გადაირიცხება აკო ელიკაშვილის დასახმარებლად.
დღეს საქველმოქმედო ფონდმა მორიგი კონცერტი ჩაატარა. ეს ეძღვნება ჩვენი თანამოქალაქე, ჩვენი მეგობარი აკო ელიკაშვილი, რომელიც ავტოავარიის შედეგად დაშავდა და დღევანდელ დღეს საქველმოქმედო ფონდი დიდხანს შემოხვალ ატარებს საქველმოქმედო კონცერტს აკო ელიკაშვილის დასახმარებლად და მადლობა ღმერთს, რომ აი ამდენი ხალხი გამოჩნდა თანამდგომი მცირეოდენი თანხით, მაგრამ საერთო ჯამში სიკეთის კეთებას სწავლობთ კიდევაც ამით და ზრუნველობას სწავლობთ კიდევაც სხვაზე. ამ საქველმოქმედო კონცერტს უერთდებით ჩემი პერსონალური გამოფენით და ღვთისმწყალობით დღეს ყველა ნახატი გამოვიტანე, შეაფასა ხალხმა ჩემი ნახატი. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. ირაკლი ღარიბაშვილი ხაზს უსვამს, რომ ქართული მხარე მზად არის გააგრძელოს მოსკოვთან პრაგმატული კურსი. როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია მაესტრო ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლა დანიშნულმა ელჩმა ძი იანჩიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა, რის შემდეგაც ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა ჩინეთის ელჩს ახალი თანამდებობა მიულოცა და მის მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მხარეებმა საქართველოს-ჩინეთის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს და მიმდინარე ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს ასევე საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვეს, რომ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკურ თანამშრომლობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თბილისში 32 წლის მამაკაცი დააკავეს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი სამართალდამცველებმა სტეჩკინის ტიპის ავტომატური პისტოლეტი და 20 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სტეჩკინის სისტემის პისტოლეტი და 20 საბრძოლო ვაზნა ამოვიღეთ. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. თბილისის ზღვაზე ეგრეთ წოდებულ ოლიმპიურ სოფელში და მენაშენეებისგან გამოსყიდულ თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსებში ბინა 561 დევნილ ოჯახს გადაეცემა. დღეს პროფესიული კავშირების შენობაში 165 სამოთახიანი ბინა ფარული კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით 1 და 2 ოთახიანი ბინების კენჭისყრა 16 დეკემბერს გაიმართა, 4 ოთახიანები კი 18 დეკემბერს განაწილდება. დღესვე 4 ოთახიანი და 3 ოთახიანი ბინების განაწილების კენჭისყრა 2 12 სულიანი დევნილი ოჯახისთვისაც გაიმართა. ცხოვრობდი თბილისის ზღვაზე კადეტთა კორპუსში, ძალიან ისეთ პირობებში, გაუსაძლის პირობებში, ვიყავით 24 კვადრატ ფართში და ეხლა მივიღეთ თბილისის ზღვაზე სამოთახიანი ბინა. ძალიან მადლობლები ვართ დევნილთა სამინისტროსი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების. ამერიკის მთავრობის 54 მილიონიანი ინვესტიცია სკოლების რეაბილიტაციისთვის 2015 წლიდან სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით 1000 წლეულის გამოწვევის ფონდმა საქართველოს რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია დაიწყო. პირველი სარეაბილიტაციო სეზონი 30-მდე საჯარო სკოლას მოიცავს. მომავალი 4 წლის მანძილზე კი რეგიონებში 100-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების 1000 წლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. საქართველოს განათლების მინისტრი და 1000 წლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი პროგრამის ფარგლებში ძეგვის საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. დავათვალიერეთ სამშენებლო პროცესი, ყველაფერი ნორმალურად გეგმაზომიერად მიდის. ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს კიდევ დაახლოებით 100 სკოლა შეემატება სრულად რეაბილიტირებული. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმიტომ რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა დღეს ჩვენს გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება. ამიტომ ნებისმიერი ჩართულობა, მით უმეტეს ასეთი პროექტების და დონორის დაფინანსების ფარგლებში არის ძალიან დიდი შედეგის მომტანი. წელს საქართველოს ამ რეგიონში დაიწყო საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია. წელს გვაქვს სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი. დღეს ვეწვიეთ ერთ-ერთ სკოლას, სადაც საფუძვლიანი რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამაგრებითი სამუშაოების ნაწილი დასრულებულია და ახლა გადავდივართ უკვე ინტერიერის და ექსტერიერის სამუშაოებზე. წარმოდგენილი სკოლა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული პროექტია იმის გამო, რომ აქ ჩატარდა სარეკონსტრუქციო და ტარდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ან იყო სპეციალური გამაგრების პროექტი მოთხოვნილი, რომელიც
დამტკიცს და სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს მიერ და იმის მიხედვით მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ზოგადად მიმდინარეობს მასშტაბური რეკონსტრუქცია ამ სკოლის. აქ დაცულია ყველა საერთაშორისო სტანდარტი, სარეაბილიტაციო სტანდარტი და ამასთან ერთად მნიშვნელოვანია რომ შემოტანილია ენერგოეფექტურობის გარკვეული ელემენტები. ჩვენ სწავლობთ ავარიულ შენობაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, რითაც შეწუხებულები ვიყავით, იმიტომ რომ საშიშროება იყო რომ თავზე დანგრილიყო ჩვენი სკოლა და როგორც გარემონტდება ჩვენი სკოლა და იმედი გვაქვს რომ მომავალი სასწავლო წლიდან ჩვენ ყველანი ვსწავლით, ზეგვი საჯარო სკოლის მოსწავლეები ვისწავლით ახალ გარემონტებულ ლამა სკოლაში. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. სააკაშვილი ავაკოვის ინციდენტს იულია ტიმოშენკო გამოეხმაურა, როგორც უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია 112 უკრაინას ეთერში განაცხადა, სააკაშვილმა და ავაკოვმა მაღალი რანგის შეხვედრაზე დაპირისპირებითა და უცენზურობით ქვეყანა შეურაცხყვეს, რის გამოც ისინი პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ. ტიმოშენკომ უკრაინის მოქმედი პრემიერ-მინისტრის გააკრიტიკა მისი განცხადებით, იაცენიუკს ქვეყნის ბიუჯეტის განადგურებისა და ქვეყნის ეკონომიკის დანგრევისთვის არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დაეკისროს. ნიდერლანდებში ტოლვილთა ბანაკის მშენებლობის გასაპროტესტებლად შეკრებილი აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა დაარბიეს. მედიის ინფორმაციით, რამდენიმე აქტივისტი დაკავებულია. მოსახლეობის პროტესტი ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც ქალაქ გერდემარსელში 1500 ტოლვილისთვის განკუთვნილი ცენტრი აშენდა. საკითხზე მოლაპარაკებები საქალაქო საბჭოში მიმდინარეობდა, სწორედ ამ დროს სცადეს შენობაში შეჭრა. მომიტინგეებმა აქციაში 2000 ადამიანი მონაწილეობდა, მათ სამართალდამცველებს ბოთლები დაუშინეს. მარკ ცუკერბერგი ორთვიან დეკრეტში გავიდა, ამის მიზეზი ახალშობილია. მილიარდერს სურს, რომ შვილის გაზრდაში მონაწილეობა მიიღოს. ის საჭიროდ თვლის, რომ მამასა და შვილს შორის საერთო მჭიდრო ძაფი იყოს გავლებული. ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის Facebook-ის მფლობელი შვილის მოვლის ამსახველ ფოტოებს თავის გვერდზე აზიარებს. ის ბავშვს უცვლის საფენებს, აბანოებს და ზღაპრებს უკითხავს. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა TV-მ გაავრცელა. ვერტმფრენიდან გადაღებული დაუვიწყარი სანახაობა ფოტოგრაფმა ვინსენტ ლაფორენტმა 2015 წელს ძირითადად ჰაერში, კერძოდ კი ვერტმფრენში გაატარა და მსოფლიოს ყველაზე დიდი ქალაქები ნიუ-იორკი, ლას-ვეგასი, ლონდონი, სიდნეი და ბარსელონა ღამით შემოიერა. მან ეს ერთი მიზნით გააკეთა, გადაიღო სურათები მათთვის 3657 მეტრის სიმაღლედან, როდესაც ნებისმიერი ამ მეგაპოლისის ქუჩებში იმყოფებით თავს უმნიშვნელო და იზოლირებულად გრძნობთ, მაგრამ როდესაც უკვე მათ ზევიდან უყურებთ, უფრო თავისუფალი ხართ და გრძნობთ, რომ უფრო ახლოს ხართ ქალაქთან და იქ მცხოვრებ ადამიანებთან, აღნიშნა ლაფორენტმა. 21 მილიონიანი ვიდეო საცოლე მომავალი მეუღლე, რომელიც მას საკურთხეველთან ელოდება, აატირა, როდესაც მისთვის სიმღერის შესრულება დაიწყო. ვიდეო, სადაც მარია ჰოლანდოსი საქმროს რონი ელიდრის სიმღერა You Raise Me Up სიმღერის YouTube-ზე 21 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. You raise me up to walk on stormy sea. და ბოლოს დღის სხვა ამბები. ნახევარფინალისტთა ვინაობა ცნობილია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, გუშინ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართა. ნახევარფინალის საგზური კი გუნდებმა შეუპოვარ ბრძოლაში მოიპოვეს. თბილისში გამართული დინამო ტორპედოს დაპირისპირება თბილისელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ფრედ 1-1 ითამაშა ქობულეთში საჩხერის ჩიხურამ. სიონმა და ვიტ ჯორჯიამ კი ნახევარფინალის საგზური პენალტების სერიით მოიპოვეს. ამ შეხვედრებით საქართველოში საფეხბურთო სეზონის პირველი ეტაპი დასრულდა და მცირე შესვენების შემდეგ თებერვალში განახლდება. ზაზდა ფაჩულიას 5 ქულა და 14 მოხსნა ინდიანაპოლისში. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, დალასმა NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი ინდიანაპოლისში გამართა და ადგილობრივ ინდიანა პეისერსთან 7-91 დამარცხდა. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. სულ ჯამში 5 ქულა, 14 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს სწორედ მემფისელებთან 19 დეკემბერს გამართავს. ახლა კი ამედი ჩვენს ეთერში.
ასეთი იყო დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება, მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.